სამი კვეკვესკერის ტრაგედია 18 კვადრატული მეტრის კედლებში და ამ პატარა ოთახში ეტევა. ისედაც ბუნებრივ უიმედობაში. იმდენი საყოფა ცხოვრებო ნივთია დახვავებული, მოსაბრუნებელი ადგილიც აღარ რჩება. არც ტრაგიკულად გარდაცვლილი სასახლე არ დაეტია და ამიტომ მისი ბოლო წლების საცხოვრებელი სახლი ახლა ცარიელია. მიცვალებული ძმის ოჯახში დაასვენეს. მეზობლები ყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა უკიდურესი გაჭირვება და ტკივილები ვერ დაძლია და სიღატაკეს, გაუთავებელ დამცირებას, დევნილის სტიგმას და ცინიზმს ასე უპასუხა. ოჯახი აქ დაბრუნდება ბატონ ზამირის? მეტი ახლა ძმის სახლში აქ ადგილი არა და სასწაულს დაასვენონ და იტირონ ახლა. რამდენი სული ცხოვრობდა ამ სახლში? სოლქმარი და ბიჭი 23 წლის და გოგო 20 წლის. თვითონ ავანტყოფი იყო, ფეხის კილო და ვერაფერს ვერ აკეთებდა, ყველაფერს შეზღუდული არის. ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და 30,000 ევრო მოთხოვეს ფეხზე. შედან და მოეტანა და იმას ყველაფერი 1000. 44 წლის კაცი და მისი 4 სულიანი ოჯახი 12 წელია თავს თემქის გამგეობის ყოფილი შენობის მეოთხე სართულზე. ერთ პატარა ოთახს აფარებდა. აქა ოჯახის საძინებელიც, მისაღებიც, სამზარეულოცა და საფირფარეშოც. 18 კვადრატში ვარ. და როგორია ცხოვრება 18 კვადრატულ მეტრში? ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველას არასრულწლოვანს, თინეიჯერს თავის სივრცე უნდა, ქალსაც თავის სივრცე უნდა, ახალგაზრდასაც და ფაქტობრივად ეს შეზღუდული გვაქვს. ძიმეხვედრია დევნილობა. საკმაოდ კი. ამიტომ მიიღო ასეთი უკიდურესი გადაწყვეტილება ბატონმა ზამირმა, რას ფიქრობთ? თქმა უნდა, ხა 18 კვადრატში 23 წლის ბიჭთან, 21 წლის გოგოსთან, ახალგაზრდა ცოლთან ყველაფერი ერთ სივრცეში, მოქმედ ჯანმრთელობა პლუს ყველაზე უმთავრესი არის ჯანმრთელობა. ძნელია რა შეეგო და გაუძლო ამ მოსაქვია ტკივილს. ზამირ კვეკვესკერი ერთადერთი დევნილი არ არის, ვინც სიცოცხლეს გაუსაძლისი ცხოვრების პირობების გამო თვითმკვლელობით ასრულებს. იძულებით საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი დევნილების ცხოვრება დაკარგულ კორპუსებში ამ ქვეყანაში იმდენად დამამცირებელია, რომ ზოგიერთს ასეთ ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნია. თავი დაისვა. ესე მიიყვანეს ამ მდგომარეობაზე. და ეხლას თუ აი ეს ხალხი ვინც განაგებს ამ ბინების განაწილებას და გარკვეულ სარგებელს ღებულობენ არამალცო მიერსო ხელფასები კარგია ისედაც საღაციდან ვიღაცას როგორც უკეთენ თუ ახლა არ მოთხოვენ პასუხს ისევ და ვიღაცას გაარიდებენ ვიღაცას ეგ იქნება უკვე თავრობის ინგლისი პირდაპირ მიმართავ აი იმ დამნაშავედ ვინც ამ კაცს იმაში დამნაშავე აი როდესაც მე რამდენჯერმე მივედი ადვოკატიც ყავდა ყველაფერი და აი ისე გაგატარებენ და გაგიტარებდნენ გიცინიან თვალებში კი ყველაფერი და სინამდვილეში და კიდევ გვეუბნებიან, რომ რუს მადლობა მოუხადეთო. ვის მოუხადოთ მადლობა, როცა რუსმა გადაგვიარა აფხაზეთში, რუსმა გადაგვიარა სამაჩაბლოში და ეს მონებო თქვენ ფულის მონებო, თქვენ მოუხადეთ ბოდიში და ხალხს მოუხადეთ ბოდიში. ჩვენ არაფერი არ აქვს ბოდიშის მოსახდელი. ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები უკეთესი ცხოვრებისთვის რომ იბრძვიან, მათ თავებს უჩეჩქვავენ, პირდაპირ თავებში ურტყამენ და ციხეებში ყრიან და მალე ისე უნდა გავაკეთოთ, აი რომ მთელი ერი უნდა დავდგეთ ფეხზე, მთელი დევნილობა, ჩვენ რა გვაქვს დასაკარგავი, ამაზე უარესი რა უნდა გაგვიკეთონ, რომ შევცვალოთ ეს რეჟიმი კანონიერი და გეტყვით ამ ბატონზე, აი იძულებული გახადეს, იძულებული თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ეს კაცი. დაპირებული მშვიდობის ნაცვლად კი დევნილთა ყოფა ამ ქვეყანაში არავის ანაღლებს და შავი ზღვიდან თბილისის ზღვაზე გადმოსახლებული დევნილების ტკივილები არავის ახსოვს. დედა ჩემი 82 წლის ქალბატონია და მეც მიმართავ დავიწვევ თავს პირდაპირ მივალო აფხაზეთის მთავრობასთანო და იქ დავიწვევ თავს. როდის გითხრათ? დედა აი ეს რო გაიგო ამ ბიჭის ამბავი, ამის დაღუპვის ამბავი, ამ ზამირის ამბავი. მე რამდენი დევნილი უნდა რა დავაშავეთ ჩვენ?
ჩვენ ამ სახელმწიფოს მთავრობას, რამდენი მთავრობა შეიცვალა, რა ჩვენ დევნილობაში ვართ. ესე იგი, ბოლო ხარისხოვან ხალხად ვიყავართ მიჩნეული და სტიგმა რამდენად რთული სატარებელია დევნილობის სტატუსი. ძალიან რთული. ძალიან რთული სტატუსია, რო იცოდეთ. და რა უნდა ვიცოდე, იმიტომ მე არა ვარ დევნილი და ამიტომ მინდა კითხოთ, რა უნდა ვიცოდე. დევნილი არ არის ჩვენი სტატუსი, სოციალური სტატუსი არ არის. ჩვენი არის პოლიტიკური სტატუსი გვაქვს ჩვენ. რო იცოდეს ამ მთავრობამ და ცოტა კეთილინებონ ყურადღება მოგვაქციონ. ომის ვეტერანები რა დღეში ყავთ? ორი ძმა მყავს, ომის ვეტერანი. უმცროსი ძმა სკოლის მერხი და სკოლა დაამთავრა და აგვისტოში დაიწყო ჩვენისა ომი. იმის მერე იქ დაამთავრდა ჩვენი ბავშვობა, ჩვენი სილაღე, ჩვენი სიხალისე, ჩვენი სახლი, კარი სულ ყველაფერი დაამთავრდა. რა დავაშავეთ? ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ? განსახლების პოლიტიკა რომ მავნებლურია და თან არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და დევნილებს დღემდე უდგათ ეს პრობლემა და ეს პრობლემა დღემდე არის გადაუჭრელი. ცხადყოფს იმას, რომ ზოგჯერ ადამიანი იძულებული ხდება უკიდურეს ფორმას მიმართოს. უსამართლობის განცდა აბსოლუტურად აქვს ყველა დევნილს. კრიტერიუმით აკმაყოფილებენ თითქოს და დევნილებს და გამოდის მაინც რომ პირველი თაობის დევნილებიც კი არ აყავთ დღემდე აკმაყოფილებული. ჩვენ ზოგადად წარმოვადგენთ 8%-ს მოსახლეობის დევნილები და 33 წლის განმავლობაში პრობლემა განსახლების პრობლემად რჩება. როდესაც დევნილები გავხდით, რატომღაც ეს სტატუსი იქცა სტიგმად. ეს უწყვეტი გულგრილობა შეიძლება დავარქვათ თუ რა შეიძლება დავარქვათ? უწყვეტი გულგრილობა. გნებავთ კორუფცია, იმიტომ რომ თვითონ სააგენტოში რომ არ იყოს კორუფცია, აქამდე რატომ არ არის მაშინ ყველა დევნილი დაკმაყოფილებული 33 წლის განმავლობაში. მათი ხმა მხოლოდ უკიდურესი ტრაგედიების დროს ისმის. აი მაგალითად ამ დროს, როცა 52 წლის ზურაბ ქირიამ გუდაუთიდან ამდენ უსამართლობას ვერ გაუძლო და საკუთარი ოჯახისა და სხვა დევნილების გადასარჩენად თვითმკვლელობამდე მივიდა. გითხრა, ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ მერე ყველა მოგაქცევთ ყურადღებას და იქნებ გეშველოთ. თქვენც და ჩემს ოჯახსაცო. თქვა და აღასრულა კიდეც საკუთარი დროებითი საცხოვრებლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადმოხდა. ყველას ყველაფერი ეპატია და ამიტომ კიდევ ბედავენ იმას, რომ დევნილები შეურაცხყვონ და როცა მოდიან ხელისუფლებაში, მაშინ ყველა გვპირდება ღირსეულ ცხოვრებას და აფხაზეთში დაბრუნებას. მაგრამ იმის სანაცვლოდ ისეთი კორუმპირებულები მოდიან, რომ ჩვენი უბედურებით, ხალხის უბედურებით უნდათ გამდიდრნენ კიდევაც და ჩვენთვის დევნილებისთვის, პატიოსანი დევნილებისთვის თავშესაფარიც კი მიუწვდომელია. სამერ კვეკვესკირიკი აფხაზეთიდან საკუთარი სახლიდან ძალიან შორს დღეს დაკრძალეს. ომგამოვლილი დევნილები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩვენს თვალწინ მსხვერპლს იღებენ, რომ საკუთარი თავი დაგვანახონ და მაინც ჩვენ, როგორც საზოგადოება და სახელმწიფო, ამ უმძიმესი ტრაგიკული და შემზარავი ამბებიდან ვერაფერს ვსწავლობთ. დიახ, ზამირ კვეკვესკირის აი ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გელა ხასაიამ გამოაქვეყნა ერთი ასეთი ძალიან მძიმე და საყურადღებო ცნობა იმის შესახებ, რომ დევნილები ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო რამდენიმე ადამიანი სამწუხაროდ აპირებს აი იგივე გზას მიმართოს, რადგან მათ სხვა გზა და სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ რჩება და ახლა გელა ხასაია შემოგვიერთდება სწორედ პირდაპირ ეთერში.
მისგან გავიგებთ უფრო დეტალურად ამ ინფორმაციის შესახებ. გელა, მოგესალმებით, თქვენ დაწერეთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში და ასევე მონიშნეთ, ასე ვთქვათ, შესაბამისი უწყებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის უწყებები, რომელსაც ევალებათ, რომ რეაგირება მოახდინონ პრევენციის მიზნით. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ არ მოხდეს კიდევ ერთი ტრაგედია და კიდევ ერთი მსგავსი უბედურება და წინასწარ რაიმე ფორმით მოხდეს პრევენცია ამ მოსალოდნელ საშინელებაზე. გელა, გითხარით უფრო მეტი რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ და ხომ არ გამოგეხმაურათ რომელიმე უწყება მას შემდეგ რაც დაწერეთ სოციალურ ქსელში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. კი, მე დღეს ორი ადამიანი შემეხვდიანა და ამ ადამიანებმა თქვეს ის, რომ აპირებდნენ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ და ახსენებდნენ ზამირ კვეკოსკერს, რომელმაც სამინისტროს წინ თავი დაიტყვა. მე ვეცადე ჩემი რესურსით, რომ ეს ადამიანები დამემშვიდებინა და მათთვის რაღაცაირად ხვალინდელი დღის იმედი მიმეცა, თუმცა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი და აქ საჭირო იყო სხვა ზომებისთვის მიმართა და ერთადერთი გამოსავალი რაც დამრჩა იყო ის, რომ დამერეკა შეს-112-ისთვის და მათთვის მიმეცდებინა ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ მე ვერ შევძელი ამ ადამიანებისთვის ესე ვთქვათ დამაიმედებელი პასუხების გაცემა, იმიტომ რომ მხოლოდ სახელმწიფო შეუძლია დაპირება გასცეს, მე ფიზიკურად არაფერი არ შემეძლო სხვა. დამრეკე 112-ში, რამოდენიმე წუთში დამირეკეს შემეხვდიანა წარმომადგენელი, თუმცა მათ მითხრეს, რომ ისინი ყველაფერს იზამდნენ და მოაგვარებდნენ ამ საკითხს და გავიდნენ კონტაქტზე ამ ადამიანებთან, თუმცა მე ხა ეთერში შესვლამდეც მივწერე WhatsApp-ის საშუალებით აი ამ ადამიანს, რომელიც შემეხვდიანა შესაძლებლად, თუმცა პასუხობს რომ მუშაობ ბატონო გელა, სხვა დამატებით არაფერს არ მეუბნება და მე ვარ ერთთან კომუნიკაციაში კიდე ერთ ადამიანთან, რომელზეც ასევე მივაწოდე ინფორმაცია შესაძლებლად და ეს ადამიანი მეუბნება, რომ მასთან ჯერ კომუნიკაციაზე არ გასულან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მე არ ვიცი სხვა ადამიანებზე გავიდნენ თუ არა კონტაქტზე, იმიტომ რომ მე შუადღის მერე მათთან არანაირი ასე ვთქვათ კომუნიკაცია არ მქონდა. საქმეთა სამინისტროს თქვენ მიეცით ყველა ინფორმაცია თუ კი რამ მოგეპოვებოდათ ამ ადამიანებზე, ხო? მაყურებელს. კი ბატონო, მე მათ ყველანაირი ინფორმაცია მივეცი, რაც მქონდა. მათი პოსტები, რამოდენიმე ერთ ადამიანს პოსტიც კი ეწერა საჯაროდ, რომ აპირებდა ამა და ამას. ეს პოსტიც მათ გავუზიარე, მათ ნომრებიც ჩავუყარე და ყველანაირი ინფორმაცია აქვს და ძალიან მარტივად შეუძლიათ 10 წუთშიც ეს ადამიანები იპოვონ და დაელაპარაკონ ან არ ვიცი რაღაცა გააკეთონ მათ დასახმარებლად. მადლობა. ხო, ჩვენც მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, ძალიან სწრაფად, ძალიან ოპერატიულად და ქმედითი ნაბიჯები, რაც მთავარია, გადადგან იმისთვის, რომ არ მოხდეს კიდევ ერთი ტრაგედია ამ ქვეყანაში და მე მგონი დევნილებმაც და ყველა ადამიანმაც უკვე ძალიან კარგად იცის, რომ სამწუხაროდ მათი პირადი ტრაგედიები არანაირად არ მოქმედებს ხელისუფლებაზე. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ ყველამ ერთად იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და იმედია გამოჩნდებიან ასევე ადამიანები, ვინც ისურვებენ მათ დახმარებას. კი ბატონო. ერთ რაღაცას დავამატებ. ყველაზე დიდ პრობლემას, რასაც უშვებ, ზოგადად ჩემ თავზეც ვამბობ და ყველაზე, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებზეც, მედიებზეც, სამოქალაქო სექტორზეც არის ის, რომ სამწუხაროდ თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა, ჩვენ ამ თემას არ ვეხებით და ყველაზე აი უკიდურესი ფორმის, იმიტომ კი არ მიმართავენ ეს ადამიანები, რომ აი მართლა გაუსაძლისია მათი მდგომარეობა, თუმცა უფრო გაუსაძლისია ის უყურადღებობა, რასაც განიცდიან ეს ადამიანები, მათ დაკარგეს იმის განცდა, რომ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამ ქვეყნის სრულფასოვანი წევრები და ამაზე უნდა ვიზრუნოთ ჩემი აზრით დღეიდან, ეს უნდა იყოს აქცენტი, რომ ამ ადამიანებს პირველ რიგში ავუხსნათ ის, რომ აი ხა მე დღეს აქ რუსთაველზე არა მხოლოდ იმისთვის ვგავა, რომ პატიმრები გამოუშვან ციხიდან, ეს არის უმთავრესი, მაგრამ ასევე უმთავრესია მსგავსი საკითხების მოგვარება და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ რეჟიმს სახში გავუშვებთ, ამიტომ მათ მინდა იცოდნენ, რომ მათი პრობლემები მოგვარდება მას შემდეგ, რაც ესენი წავლენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება. აუცილებლად. გელა, მადლობა, გელა ხასაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და კიდევ ერთხელ უთხრათ, არ ვიცი თამარ რეჟიმს, რომ ესეთი ტრაგედია, არ ვიცი, უმძიმესი არის და ლიზა ციციშვილმა თავის რეპორტაჟიც გაიხსენა
23 წელს მომხდარი ტრაგედიაც და არ გვაკლია ტრაგედიები. განცხადება გაკეთებულია გელა მოგმართად, ჩვენც დავუთმეთ ამას ეთერი და ეს იყოს პრევენცია და მიაქციონ ყურადღება მათ, ვისაც ეს ეხებათ. გადავიდეთ ამ გადაცემისთვის ბოლო თემა უნდა წარვადგინოთ, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, პროპაგანდად ქცეულ საზოგადოებრივ მაუწყებლის ადმინისტრაციას და ის რომ თავისუფალ სიტყვას და ჯანსაღ პროტესტს ებრძვიან, ამას ბოლო თვეებია განსაკუთრებით ცხადად უნდა ხედავდეს საზოგადოება. ცენზურა, პოლიტიკური ჩარევა. ამ სიტყვების საჯარო თქმა ეთერიდან მოხსნად დაუჯდა 6 საათიანი მოამბის წამყვან ვასილ ივანოვ ჩიქოვანს. ბორდის ბოლოს ხდომაზე, რომელიც საჯაროდ გადაიცემოდა ჟურნალისტს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებთან ერთად არხზე შექმნილ კრიზისსა და რეჟიმის მიერ მის გაკონტროლებაზე ღიად საუბრობს, რეჟიმმა საკუთარი თანამშრომლების ის ფრთა დაუპირისპირა, რომლებიც გარდაულად მიიღებდნენ ჯილდოს რეჟიმის მსახურებისთვის, ასეთი დაჯილდოების ცერემონიალი რომ არსებობდეს. ურჩი და რეჟიმთან შეურიგებელი ჟურნალისტი ეთერიდან მოხსნის საფუძვლად წერილში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ ვასილ ივანოვ ჩიქოვანთან მუშაობა პროდიუსერებს აღარ სურთ და დაძაბულობის თავიდან არიდების გამო ივანოვ ჩიქოვანს ეთერიდან ხსნიან. ყოველი ამბის წინ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების მიმართ გამოცხადებული სოლიდარობა, ღიად დაფიქსირებული პროტესტი. პროპაგანდისტებმა ეს დემარშად შეაფასეს და ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ დიდი სადამსჯელო ოპერაციაც წამოიწყეს. როგორ იმართება საზოგადოებრივი მაუწყებელი შიგნიდან, რა გავლენებს ატარებს რეჟიმი არხის სარედაქციო პოლიტიკაში. ნახოთ ახლა ინტერვიუ ვასილ ივანოვ ჩიქოვანთან, რომელიც ჩაწერა დავით ქაშიაშვილმა, მე და დავითი კი აქვე დაგემშვიდობებით წარმატებას გისურვებთ და კიდევ ერთხელ დავასრულებთ იმით, რომ თავისუფლება მზიას და თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს. მადლობა რომ გიყურეთ, ნახვამდის. საღამოშვიდობისა ვასილ, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მოდით ასეთ კითხვას დაგისვამთ ინტერვიუს დასაწყისში. იყავით საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო დღეებისში? მე პასუხს ესე დავიწყებ, თუ უფლებას მომცემ სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. მას შემდეგ რაც მივიღე წერილი, იმ დღის შემდეგ არა. ორი სამუშაო დღეა, რაც არ ყოფილა მაუწყებელში. ბორდის მაგ ხდომაზე გკითხავთ და მაგ კონკრეტულ განცხადებებზე, სადაც ქალბატონებმა, პროდიუსერებმა სხვადასხვა გადაცემის, ყოველ შემთხვევაში უნდათ რომ წარმოეჩინე მონსტრად, რომელთანაც ვერ ურთიერთობენ. რა იყო მათი მიზანი? და ხომ არ დაეხმარა მათი განცხადებები შემდგომ იმ წერილს, რის გამოც ჩვენ მოხსნეს ეთერიდან. მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6 საათიანი მოამბის წამყვან პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ ჩიქოვანი. და მე ჩემი გადაწყვეტილებით ხუთშაბათის ბორდის ხდომის შემდგომ მე თავად ვთქვი უარი რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. 6 საათიანი მოამბის პროდიუსინგზე ვთქვი უარი და ახლა ვიტყვი რატო, იმიტომ რომ მე ვასკას გულწრფელობაში უბრალოდ ეჭვი მეპარება. ამ ფორმით სავარაუდოდ ვერ შეძლებდნენ. კონკრეტულად მოყვანილი არის ის პოზიცია, რომელიც აქვთ მოამბის პროდიუსერებს, რომ არავის არ შეუძლიათ ჩემთან ერთად მუშაობა. თუმცა როგორც ვიცი, იყო კიდე და არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხალხი, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ არასდროს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ მუშაობთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მათ არასდროს ჰქონიათ პრობლემა ჩემთან მუშაობაში. თავი და თავი საიდანაც მოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემები, ეს არის ვასილ მაღლაფერიძე. თუ აქამდე არსებობდა რაიმე პრობლემა, თუ ვინმეს ჰქონდა რაიმე პრეტენზია ჩემს საქმიანობასთან, თუ მე არაკეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს სამსახურს, თუ მე ვერ ვასრულებდი კვალიფიციურად ჩემს სამსახურს, ჩემთან დავალებულები იყვნენ, ან ვინმე აიძულებდა მათ რამეს. პირდაპირ მიდიოდა ბულინგი ჩვენი მისამართით, რომ ესა თუ ის შეკითხვა, ესა თუ ის საკითხი, როგორ გავბედეთ აი ასე და გავიტანეთ. რა თქმა უნდა, ამას მიჩვეულები ვართ და არ არის პრობლემა, გამძლეობა, მედეგობა გვაქვს ამ მიმართულებით ნამდვილად. ეს კამპანია, რომელიც ახლა დაგეგმილია იმისათვის, რომ ჩვენ მორალურად გაგვტეხონ და გაგვანადგურონ. ნახეთ, რატო არის ძიმე ჩვენთვის, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ეს თუ არის გამოხატვის თავისუფლება და ჩვეულებრივი ამბავი,
ჩემთვის მოდი მე ჩემი სახით, ჩემთვის ეს პირადად ძალიან მძიმეა. პროდიუსერები, ვინც გამოდიოდნენ და საყვედურს ამბობდნენ შენი მისამართით, ამბობენ რომ თითქოს მათ აბულინგებენ. ყველაზე დიდი სტრესი ვინც გადის, ის რეპორტიორები არიან, ვინც ქუჩაში დგანან ხოლმე და არა ისინი, ვინც სტუდიებში ზიან და გადაცემს აკეთებენ, ეს ვიცით. ისედაც მათ კიცერზე გადადის და რა არის მათი მხრიდან ახლა პასუხი შენ და შენი მისამართით? მადლიერი ვარ, ვგრძნობ ძალიან დიდ მხარდაჭერას და დიდ თანადგომას. ამ ორი დღის განმავლობაში არაერთი ადამიანი დამიკავშირდა, არაერთმა ადამიანმა მომწერა, ვიცი რომ სამსახურშიც გამოითქვა ჩემს მიმართ მხარდაჭერა და გაჩნდა შეკითხვები. კონკრეტული ადრესატების ყავს ამ შეკითხვებს და ეს შეკითხვები დაისვა. მიმდინარეობს მოკვლევა, თავმჯდომარეობა კონკრეტულად მოითხოვეს, რომ ამ მოკვლევის ფარგლებში ისინიც გამოიკითხონ. ადამიანი, რომელიც მიკროფონით ველზე მუშაობს, ის ხდება ჩემი შეფასებით დაუმსახურებელი რისხვის ობიექტი. მაგრამ ეს არის იმის მიზეზი, რაზეც მე ვსაუბრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა ვერ პასუხობს ბოლო პერიოდში, აი ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ბოლო პერიოდში. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ვერ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. გავლენებზე ვისაუბროთ და ალბათ ყველაზე მთავარი ესეც არის, რომ უფრო მეტი გვითხრა, როდესაც ბორდის ხდომაზე საჯაროთაც გამოხვედი, იქაც ისაუბრე ამაზე და სხვა დროსაც გითქვამს, რა არის ეს გავლენა, რაში გამოიხატება და რამდენად ხილულია ყველასთვის. ყველაფერი ძალიან ხილული იქნება, უბრალოდ აი მაგალითად 12 საათის 15 საათი გამოდის საერთო ჯამში, რომ შევხედოთ თამთა სანიგიძის მოამბის ეთერს, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეურვეო საბჭოს წევრები. რა პოზიციები აქვთ მათ? რა განცხადებებს აკეთებენ? როგორი დამოკიდებულება აქვთ? მე შევხედოთ საბჭოს ხდომას, რომელიც გაიმართა ჩვენთან თანამშრომლებთან, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პრობლემური საკითხები, რაზეც გვინდოდა საუბარი. როგორ ჩატარდა საბჭოს ეს ხდომა? ჩვენ ოპონირებას გვიწყებდა სამეურვეო საბჭო. მე მომისმინეთ, ასე არც რაიმე კარგად ზამთრობით. თქვენთან სალაპარაკო მართლა არაფერი არ ყოფილა. აი ესეა საქმე და დამანთავრებინეთ. ახსენეთ, რაც დაგიწერეთ და მოგცეს ტექსტი, ახსენეთ და პირველი დღიდან ახსენებთ ამას საზოგადოება უწყებელი და თქვა მომიწერეთ ამას. როგორც წარიმართა უკვე საბჭოს ხდომა მეორე დღეს, როდესაც იყო პროდიუსინგი იქ და როდესაც შემდეგ მენეჯმენტთან წარიმართა ეს შეხვედრა. დავაკვირდეთ ამას და ყველაფერი არის თვალნათელი. ეთერის გახსნა მოვითხოვეთ ელემენტარულად და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ბორდის აი ამ მეორე ხდომის ბოლოს სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა და შეფუთა იმით, რომ ჩვენ ვართ წინასწარ შეთანხმებული ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანიც არის მეცინება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება რევოლუციური პროცესებისთვის. ვასილ მაღლაფერიძე ტელევიზიაში მოვიდა 2017 წელს დაინიშნა გენერალურ დირექტორთან. ამ პერიოდს რა ემთხვევა? ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია GDS-ი იხურება. GDS-ის კადრები გადმოდიან და მუშაობას იწყებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს არის ის ხალხი, ვინც დღეს პასუხისმგებელი არის სარედაქციო პოლიტიკაზე. ვასილ მაღლაფერიძე შემდეგ მიდის მაუწყებლიდან, სად მიდის? უბრალოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას კი არ განაგრძობს, ჩვეულებრივ რიგით პოლიტიკოსად. გზას კი არ იკვლევს პირდაპირ ქართული ოცნების პარტია, ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილედ. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ამ დროს არის ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და კარგი ვთქვათ, პოლიტსაბჭო. იღებს გადაწყვეტილებას, რომ პარტიას უნდა უხელმძღვანელობდნენ ირაკლი კობახიძემ და ვასილ მაღლაფერიძემ. ვასილ მაღლაფერიძე შემდეგ კი არის მიჯნება და მისთვის მიუღებელი კი არ არის ქართული ოცნება. იგი ჯანმრთელობის არგუმენტით, ჯანმრთელობის პრობლემების არგუმენტით მოდის პარტიიდან და მალევე პარლამენტი მას უმრავლესობის კვოტით ირჩევს სამეურვეო საბჭოს წევრად. 2017 წლიდან უფრო დიდი დოზით შემოიჭრება ქართული ოცნება სარედაქციო პოლიტიკაში. ეს უფრო მეტად თვალნათელი გახდა ბოლოს, როდესაც ჩვენ შენობიდან შენობაში გადასვლის არგუმენტით ვაჩერებთ ყველა გადაცემას. ისე მიდის ეს გადასვლის პროცესი, ისე იგეგმება, რომ ყველა გადაცემა აბსოლუტურად ჩერდება. მოამბის ამარა რჩება მხოლოდ და მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში
საზოგადოებრივი მაუწყებელი. შენ ისევ და ისევ შენობიდან შენობაში გადასვლის არგუმენტით ეთერი არ დაუთმო, რაც გამეთახმები დიდი ხანია ტელევიზიაში მუშაობ და ნებისმიერი ტელევიზიისთვის ძალიან იოლი არის, რომ რაღაცა სივრცე გახსდა, სადაც ელემენტარულად 5 ადამიანს დასვავ, ან ეთერს ისე იმდენი ხანი დაგიგმავ, რომ შემოიყვან სულ მცირე 20 ადამიანს მაინც ალაპარაკებ და ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არის ალაპარაკო და მით უმეტეს ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ახალი შენობაც გვაქვს, როდესაც ძველი შენობაც გვაქვს, როდესაც ამხელა ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს, როდესაც ამხელა ადამიანური რესურსი გვაქვს, როდესაც ელემენტარულად საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია უზრუნველყოთ პირდაპირ ეთერი. საინფორმაციო სამსახური მუშაობს მართვის სტილით, რომ არ იმართება თათბირი, არ იმართება დაგეგმვა. ჟურნალისტები არ არიან თემების მოძიების პროცესში ჩართულები, არ იმართება განხილვა, რა გავაკეთე კარგად, ან რა შეიძლება რომ გავაკეთო კარგად, რა გავაკეთე ცუდად, რა არის გამოსასწორებელი და გადაწყვეტილებას იღებ ვერტიკალით, შენ უბრალოდ ვალდებული ხარ რომ სუბორდინაციულად უბრალოდ დაემორჩილო, წახვიდე და რაღაცა თემა აკეთო. დღის წესრიგი ასეთი იყო, ხო, როგორც ჩანს, უკვე არსებობდა რაღაცა ეგრეთ წოდებული დღის თემები, რაც გავიდოდა მოამბეში. უკვე და პროდიუსერს ალბათ გამოქონდა და ეუბნებოდა ჟურნალისტებს, რომ დღეს ამას ვაკეთებთ. თუმცა ამ თემების მიღმა გარეთ ალბათ სხვა რაღაც ხდებოდა, რაც უნდა გაშუქებულიყო. აი ამაზე თუ გქონდა ან გქონდა შიგნით პროტესტი, რომ აი რაღაც მნიშვნელოვანი რატო შეიძლება რომ ახლა გამოვტოვოთ. შიგნით თუ ყოფილა ეს მსჯელობა, როცა გამოდიოდა უკვე მზა ეთერი, რომ აი ამ თემებს შეეხებოდა დღევანდელი გადაცემა. ბოლომდე მზა ეთერი არ გამოდიოდა, იღებდნენ გადაწყვეტილებას პროდიუსერები, იყო ამის შესახებ. ყოველთვის ჰქონდა ჟურნალისტებს სურვილი, რომ ეკეთებინათ ის, რაც მიაჩნდათ მათ აქტუალურად, ხო? კონკრეტულად აი იმ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება დღეს გაკეთებული იყო გასაკეთებელი. მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილების გატანა ჟურნალისტს უჯდებოდა დაპირისპირების ფასად. ესე გადარჩევად შეიძლება ვთქვათ, რომ ხდებოდა, რომ მოდი ურჩ რეპორტიორს არაფერი აღარ დავავალ. კი ბატონო. კი, არ ავალებენ, საქმეს არ აძლევენ. მათ შორის სამეურვეო საბჭოს ხდომაზე გააკეთა ჩვენმა თანამშრომელმა ბატონმა გიამ განცხადება. ის რაც არ მომხდარა 37 წლის მანძილზე, მოხდა ამ ბოლო თვეებში. მას შემდეგ, რაც მე მოვაწერე ხელი განცხადებას, რომელშიც თანამშრომლების ნაწილმა გულისკივილი გამოვხატეთ ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის. სამუშაოდ თქვენ რო გითხართ. ეხლა ვიტყვი ყველაფერს. ვაცხადებ საჯარო და ბორდის წინაშე ვაფიქსირებ, რომ ხელმოწერის შემდეგ დაიწყო ჩემი დევნა და დისკრიმინაცია. ეს გამოიხატება ჩემს მიმართ შეურაცხყოფელ მოპყრობაში. მე ვმუშაობ შესყიდვების სამსახურში მომარაგებლის პოზიციაზე. მომარაგების ჯგუფში ვართ მხოლოდ 2 ადამიანი. ხელმოწერის შემდეგ მე აღარ მეძლევა დავალება. ის რომ წამყვანების ერთი ნაწილი და საკმაოდ დიდი ახლა ადმინისტრაციის მხარეს არის და ინტერესებს იცავს ადმინისტრაციისას, ამან ხომ არ გააძლიერა უფრო მეტად შიგნით კონტროლი. დავით, მოდი ესე ვიტყვი, რომ მე არ მინდა რომ მაყურებელმა ჩათვალოს, რომ მე ფრთიანი ანგელოზი ვარ. ჩემი წილი პასუხისმგებლობაც ამაში რასაკვირველია არის. ჩემი წილი პასუხისმგებლობაც კონკრეტულად არის. იმაში, რომ რაღაცებზე შეიძლება თვალს ხუჭავდი. რაღაცებზე არ ვიყავი მოწოდების სიმაღლეზე და არ ვამახვილებდი და უფრო ხმამაღლა არ ვსაუბრობდი. უფრო არ ვსაუბრობდი ხმამაღლა გარეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს მაყურებელმა, რომ მე ფრთიანი ანგელოზი ვარ და ეს სიტუაცია ისე ჩამოყალიბდა, რომ მე ამას ვერ ვხედავდი აქამდე. ამ ბოლო მოვლენებმა, იგივე მაგალითად 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, შემდეგ რუსთაველზე განვითარებულმა პროცესებმა, ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე სასწორის მეორე პინაზე აღარანაირი არგუმენტი აღარ არსებობდა ისეთი, რომ ვაიმე მე შეიძლება სამსახური დავკარგო, ვაიმე მე კომუნალურ გადასახადს როგორ გადავიხდი, ვაიმე მე იქ ბავშვებზე ფული რომ მჭირდება ან რაღაცა. მე საკუთარ თავთან კომპრომისებზე ვარ აქამდე წასული. ესე არ არის, რომ მე უბრალოდ ეხლა ეს ყველაფერი ეხლა დავინახე და ესე მოხდა. ყველა წილი პასუხისმგებლობა არის მათ შორის ჩემიც. გინების ეპიზოდიც განვიხილოთ, იმიტომ რომ ამავე ბორდის ხდომაზე ვასილ მაღრაფერიძემ გითხრა, რომ შენ მას შეაგინე. ვეთყვით. თქვენ ახლა ვშრობთ. თქვენ რო გიყურებთ. ხარც ცალებ წილს. შენ ამის არა საერთოდ. შეურაცხყოფა მოგაყენეთ. ჩემის შეფასებით ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც გამიზნული იყო ამ საბჭოს ხდომის ჩაშლაზე. იმაზე, რომ ჩვენ არ გველაპარაკა იმ თანამშრომლებს, რომელსაც ჰქონდათ სათქმელი, მათ აღარ ელაპარაკათ. გინების ეპიზოდს გაბრალებს იმ დღეს, როდესაც ნინია კაკაბაძემ გვიმრაძეს სილა აწნა, ხო? ის დღე არის თვალს კი ბატონო, ეგ დღე არის.
კარგი, ბოლო ორი კითხვა მაქვს და დავასრულოთ. რაიმე სახის სხვა ფორმის ზეწოლა ხომ არ ყოფილა, იმიტომ რომ არც ეს არის გამორიცხული, ვიცით რეჟიმი რას აკეთებს, მას შემდეგ რაც აი ეს გაუგებარი განცხადება გამოქვეყნდა შენი ეთერიდან ჩახსნის შემდეგ, რაიმე სხვა ფორმით ხომ არ ყოფილა შენთან არანაირ ზეწოლას ესე არც პირდაპირ და არც ირიბს ჯერჯერობით ადგილი არ ქონია. კარგი და როდის მიდიხარ სამსახურში? სამსახურში დღეს გვიანი არის დათვალ, მინდა რომ აუცილებლად მივიდე. ხო, თან ბევრი ადამიანისთვის მოგიწევს თვალებში ჩახედვის. მარ მაქვს მე პრობლემა, არც კითხვებზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუ ასეთი კითხვები დაისმება და ვინმეს ექნება სურვილი რომ მოისმინოს ჩემი პასუხები, არანაირი პრობლემა მე არაფერზე არ მაქვს. მე ვიჩნევ რომ ვარ მართალი და არც თვალებში შეხედვის შემწხვევა ვინმესთვის. და არც კითხვებზე პასუხის გაცემა მომერიდება. მადლობა. მადლობა შენ. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას.